უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში მოლდოვის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრუ მუნტეანუს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და მოლდოვას საერთო სტრატეგიული ინტერესი აქვთ გაწევრიანდნენ ევროკავშირში. მისი თქმით, ორივე ქვეყანა ერთნაირად უყურებს ევროპულ მომავალს. ვფიქრობ, რომ ევროკავშირში გაწევრების საკითხზე საერთო ხედვა გვაქვს. დიახ, ამის განსახილველად მზად ვართ. იმედი მაქვს, რომ ამა თუ იმ ფორმით ევროკავშირს შევუერთდებით. მივხვდი, რომ თქვენც გსურთ ისაუბროთ ერთობლივ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ჩვენ გვაქვს კითხვები ენერგეტიკის მიმართულებითაც. აქ იმყოფება ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი. მზად ვართ ეს საკითხიც განვიხილოთ. მხარეებმა ისაუბრეს სატრანსპორტო და ენერგეტიკულ მიმართულებებზეც, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივ ვაჭრობას, ისე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.